ცემის ყოველდღიური პროცედურა. სანამ ერთს ცემენ, სხვები რიგს კედელთან ელოდებიან. ეს ნაც რეჟიმის დროინდელი ციხეა, სადაც რეჟიმის დამხობამდე პატიმრებს უწყვეტ ტანჯვასა და წამებაში ამყოფებდნენ. სიცხეში უწყლოდ, ყინვაში გათბობის გარეშე. საწოლები ცემა, დამცირება, ბნელ კარცერში უჭმელუსმელი დამწყვდება ჩვეული პრაქტიკა იყო. ანტისანიტარია, ჭერზე აკრული ცელოფნის პარკები ფეკალიების შესაკავებლად, ტარაკნები, ტკიპები, ბუნებრივი გარემო. კარცერები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ 4 კვადრატმეტრში, როცა 6 ადამიანი არის და შეიძლება იყოს რამდენიმე კვირა, ეს კარცერი კი არ არის, არის ადამიანის შეგნებული წამება, სულ რო არცემა მაინც წამებაა. ესეც საკნებში, სადაც ჰაერი არ მოძრაობს, ერთ ტუბერკულოზიანს შეუშვებდნენ ჯანმრთელ ადამიანებთან და რამდენიმე კვირის მერე ყველას ჰქონდა უკვე ტუბერკულოზი. ეს ხო ჩვეულებრივი, აბსოლუტურად შეგნებული პრაქტიკა იმისთვის, რომ გაეტეხათ წელში ეს ადამიანები. ნაც რეჟიმის მიერ ციხეებში მასობრივი წამების პრაქტიკა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ შეისწავლა. მოპოვებული მასალები ნაცმოძრაობის აკრძალვის მოთხოვნით სასამართლოშია და სამართალს. რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ წაუშლია ისტორიას, შევა ჩვენს დასკვნაში და დასკვნას დაერთვება თან როგორც ფოტო, ასევე ვიდეო მასალა. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ სააკაშვილი არ იყო, რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფოს მშენებელი თუ აღმშენებელი, ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ამ კარცერებში პატიმრებს სჯიდა. შედეგად კი, როგორც წესი, ისინი შერყეული ჯანმრთელობითა და დაზიანებული ფსიქიკით ტოვებდნენ ციხეს. ან საერთოდაც ვერ ტოვებდნენ, რადგან იქვე ასრულებდნენ სიცოცხლეს. წელიწადში დაახლოებით 140-150-მდე ადამიანი კვდებოდა მხოლოდ ციხეში და დაახლოებით ერთი ამდენი კვდებოდა ციხის გარეთ. ადამიანებს, რომლებსაც უმძიმესი იყო, მომაგდო ადამიანებს გამოწერდნენ სასწრაფოდ, გადაეყვანდნენ ქალაქის პოლიკლინიკაში, ვითომ ის აღარ იყო პატიმარი და ფორმდებოდა როგორც გარდაცვლილი თავისუფლებაზე. 2012-ის შემდეგ ხონის ციხე გაუქმებულია, თუმცა სააკაშვილის მოძალადე რეჟიმის მემატიანედ რჩება. აქ იყო ჩავდებულების პირველი სართულის საცხოვრებელის დაწოლების ახლოს იყო. აი ერთი ესე როიდო, მეორე აი აქეთიდო, აქ იყო ეს პატარა სათავსოები. არანაირი გათბობა არ იყო. როგორ თვებოდნენ? გათბობა იყო, ის ერთად რო იყო იმდენი ხალხი. კერძოდ კი 2000-მდე პატიმარი, რომელიც 700 კაცზე გათვლილ ციხეში ცხოვრობდა და შედეგად საწოლზე მორიგეობით წვებოდა. იგივე სურათი იყო ყველა სხვა ციხეში, ყველა პოლიტპატიმრებით იყო სავსე. ესე იგი 6000 პატიმარი იყო ციხეში, როდესაც სააკაშვილი მოდის ხელისუფლებაში და რამდენიმე წელიწადში ეს ციფრი 4-მაგდება. 24000 პატიმარზე არის 24500 უფრო ზუსტად. ესეთი 300%-იანი ზრდა პატიმრების რიცხვის რამდენიმე წლის განმავლობაში არ ახსოვს სოფლიო ისტორიას. სააკაშვილის დროს ჩვენ ვიყავით ევროპაში პირველ ადგილზე პატიმართა რაოდენობით, პირველ ადგილზე სიკვდილიანობით და როგორც გითხარით, წამებები და ღირსების შემლახავი მოპყრობა იყო პენიტენციური სისტემის მართვის ფორმა. აშკარა ფაქტების მიუხედავად ნაცმოძრაობა მაშინაც და დღესაც ყველაფერს უარყოფს და არც სინდისი აწუხებს, როდესაც ძალაუფლების დაბრუნებას მოითხოვს. 144 ადამიანი რო კვდებოდა წელიწადში, ესეც ტყუილია, ხო? 50% რო ქონდა ცეჰეპატიტი, ესეც ტყუილია, ხო? და აქცეს რო მკურნალობდი, სკრინინგი რო ქონდა დაკრძალული, ესეც ტყუილია, ხო? აკრძალული იყო სკრინინგი და ერთი ადამიანი, რომელზეც დაადგინა სტრასბურგმა რომ ამ ადამიანს უმკურნალეთო, ის ადამიანი ციხიდან გაუშვეს რომ არ იმკურნალოთ როგორ მე და მოკვდა ადამიანი. აი ეს იყო თქვენი ციხეები და დღეს ციხეებზე ლაპარაკობთ კიდე. 20 კაციან კამერაში, ეს ხო მაქსიმუმია, იყო 80 პატიმარი და ჯერჯერით რო იძინებდნენ, იმას ჯერ ახლა ადამიანი რო დაწვება 80% ესეთი რომ იმ საათში არ ეძინება. რომ მუხლი დაასვენეს და იძინოს. მე უკვე ოჩერედი მოიდიოდა სხვას, ორსართულიანი კოიკები ხო იყო. იმ კრაოტის თავზე იყო ფროსტინით მიბმული, რომ არ ფეხგომელები ეძინათ, რომ არ გადავარდნილი იყო წინ. ყოველდღიური ცემა. არაფრის გამო რა, ანუ ვიღაცას რაღაცა არ მოეწონებოდა, ოფიცერს შემოდიოდა და იწყებოდა უმოწყალო
ცემა, ხმამაღალი ლაპარაკი, იქ რადიო ოდნავ ხმამაღლა არის. ანუ ყველაფერზე ირტყმენებოდნენ რა. ოღონდ ეს ირტყმენებოდნენ არ არის რომ ერთხელ ვიღაცა მუშტა გარტყავს ან რაღაცას ისე ირტყმევინებოდნენ რომ მე ან გადარჩებოდი ან არ გადარჩებოდი რა. ამის შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდათ ნაცენჯეოებს, ნაცმედიას და მათ პატრონებსაც ბრიუსელში. თუმცა აუგად ერთი სიტყვაც არ დასცდენიათ. ნაცრეჟიმის სისასტიკეს ფარდა მხოლოდ 2012-ში აეხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ქართულ პენტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობაში აფასა როგორც წამების სისტემური და სისტემატიური ხასიათის მქონე. ანუ წამება იყო როგორც მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი, ისე ეს იყო მრავალჯერად გამოყენებული, ანუ ფაქტობრივად ყოველდღიურობა იყო. არც ერთი ფეხი არ აქვს, ვერ დადის კაცი. ანეჩი ჩვენ დაგყავს ხელი და შეყავს და გამოყავს. 2005 წლის დეკემბერში ბაჩოხალა ეხდება დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ნუ მანამდე პირობები იყო მძიმესი, უსასტიკესი, მაგრამ ახდებოდა პატიმრების წამება. 2005 წლის დეკემბრიდან ვითარება იცვლება, იწყება უსასტიკესი წამება, ცემა პატიმრების და ეს იღებს ყოველდღიურ ხასიათს. ეს ხდება წესი ჩვეულებრივი ციხეების მართვის. არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობდა დამოუკიდებელი მედია, იყო ომბუდსმენის ინსტიტუტი, მაგრამ ყველაფერი ეს ჯიბეში ედო სააკაშვილს, ანუ რეალობაში იყო ავტორიტარული რეჟიმი. თანამშრომლობაზეო აღიარეო და კრავდნენ ერთი კვირა იმაში ვყავდი, საგიჟეთია ქვემოთ. მოზაიკა სპეციალური, მარტო შემაგდეს ერთი კვირა იქ ვიყავი. ხერხემალი მაგ ისე დაზიანებული რომ რაღაცა კილოზე მეტი საწევა არ შემიძლია, იმიტომ რომ ეგრევე შეიძლება მომწყვიტოს, დამაგდოს. ამ ხელს საერთოდ ვერ ხმარობ. ანუ ლიტრიანი ბოთლის დაჭერა მიჭირს. 8 წლის განმავლობაში 95 საქმე აქვს წაგებული საქართველოს სტრასბურგში სწორედ წამების ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო პატიმრებთან. და 6000 საჩივარი არის დაწერილი საერთოდ ღირსების შემლახავ მოპყრობაზე. არც ერთზე რეაგირება ნაცმოძრაობას არ ჰქონია. ხოლო როდესაც საქმე ციხის ბუნტამდე მიდიოდა, ერთადერთი პასუხი ამბოხის სისხლში ჩაღრჯობა იყო. გამოიყენონ ძალა და ბუნტის ნებისმიერ მცდელობისას გახსნან ცეცხლი და ადგილზევე მოკლან, გაანადგურონ ყველა ის კრიმინალი, რომელიც შეეცდება სიტუაციის არეულას. ჩვენ ამ ხალხისთვის ტყვიები არ გვენანებთ. ეს კი მასობრივ წამებაზე პასუხისმგებელი სააკაშვილია კლინიკის ოროთახიან საკანში, სადაც ექიმები თუ ექთნები რიგში დგანან, რომ მოემსახურონ. ის კი უკმაყოფილოა, აძაგებს მათ და ოთახიდან ყრის. და მისი პატრონებიც ბრიუსელიდან მხარს უბამენ, გამოუშვითო. საქართველოს თუ ევროკავშირის წევრობა უნდა, მან იუსტიციის თავისუფლება უნდა უზრუნველყოს და სააკაშვილის ციხიდან გაშვება ამას ხელს შეუწყობდა. ანუ არ აქვს მნიშვნელობა არც ქართულ საგამოძიებო, არც სასამართლო სისტემას. რასაც ბრიუსელი იტყვის, ისე იქნება. და მაშინ კეთილგანწყობაც იქნება. არ იცეკვებ მის დაკრულზე, არ ჩაებმები რუსეთთან ომში, ან არ გაუშვებ ვისაც მიგითითებს, მაშინ მოგიწყობს დესტრუქციას. ეს კამპანია დაიწყო არსებითად 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც ჩვენ თქვით უარი მეორე ფრონტის გახსნაზე, არაფორმალური ძალები პირდაპირ უზრუნველყოფდნენ ევროპული ბიუროკრატიის ჩართვას საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საქმიანობაში. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ევროპული ბიუროკრატია დღემდე ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. ვერ ამჩნევს მასობრივ წამებასაც კი ციხეებში, როდესაც მთავრობა მის მორჩილებაშია. ხოლო თუ ხალხს და ქვეყანას ემსახურება, მაშინ პროგრესს უკუსლას დაარქმევს და რევოლუციასაც დააფინანსებს. ეს არის დღეს ევრობიუროკრატია. როდესაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ციხეებში მართლაც იყო წამებები, ღირსების შემლახავი მოპყრობები, ბრიუსელი დუმდა და ამაზე არ აკეთებდა სათანადო რეაგირებებს. და დღეს, როდესაც ეს პრობლემები აღარ არსებობს პენტენციურ სისტემაში, თითქოს ეძებენ და ვერ პოულობენ, მაგრამ ქმნიან ცრუ ინფორმაციებს თითქოს და აქ ადამიანის უფლებები უფრო ირღვევა, ვიდრე ეს ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. სინამდვილეში კი ნაცმოძრაობის პერიოდის შემდეგ ქართულ ციხეებში რენესანსი დაიწყო და პირობებიც ყოველდღიურად უმჯობესდება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეიცვალა 2012 წლის შემდეგ მთელს ამ სისტემაში.
ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა პენიტენციურმა სისტემამ. და ამ ცვლილების ერთი ფლაგმანი ლაითურში ახლად გახსნილი პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც ციხეს ვერც უწოდებ, უფრო სარეაბილიტაციო გამოსასწორებელი ცენტრია და უსაფრთხოებისა თუ განთავსების პირობებით ყველა მოწინავე სტანდარტს პასუხობს. ამ სტანდარტზე ეწყობა ქვეყნის მთლიანი პენიტენციური სისტემა. ლაითურის დახურული ტიპის დაწესებულება, რომელიც პრაქტიკულად პასუხობს ყველა ევროპულ სტანდარტს და მომავალშიც, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილი არის, რომ შეიქმნას ახალი თანამედროვე ევროპული სტანდარტების დაწესებულებები პენიტენციურ სისტემაში. ამ დაწესებულების უნიკალობა არის იმაში, რომ ამ დაწესებულებას აქვს შესაძლებლობა მიიღოს ყველა რისკის მჟავრდებული, როგორც დაბალი რისკის მჟავრდებულები, ასევე საშუალო მომეტებული და მაღალი რისკის მჟავრდებულები. სათანადო ინფრასტრუქტურის გარდა, ამას ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კონტროლის სისტემაც უზრუნველყოფს, რომელიც უსაფრთხოების რისკებს წინასწარ გათვლის და აღკვეთის ოპტიმალურ გზასაც დასახავს. შესაძლებლობას ხდის გამოიცნოს წინასწარ, თქვათ, მჟავრდებულის ხასიათის ცვლილება დააფიქსიროს, ტემპერატურული რეჟიმები, თქვათ, თავშეყრის რაოდენობრივად თუ იმაზე მეტი ადამიანი იკრიბება, ვიდრე ეს ნორმალურად არის დაშვებული. ამგვარ ძალიან ბევრ სხვა მომენტს აფიქსირებს ეს გონიერი კამერები და შესაბამისად სიგნალს აძლევს უკვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს. ეს სისტემა ტრადიციულ ვიდეო მონიტორინგს ჩაანაცვლებს. როდესაც ერთი ოპერატორი რამდენიმე ათეულ მონიტორს აკვირდება და ასე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. უწევთ ვიდეო მონიტორინგის განხორციელება ლაივ რეჟიმში, ანუ ისინი ფაქტიურად აკვირდებიან კამერებს, შეიძლება რამდენიმე ასეულ კამერას უყურებდეს ერთი ადამიანი, ამდენად ეს, ასე ვთქვათ, შესაძლებელი ადამიანურ შეცდომებს გონდეს ადგილი უყურადღებობა. თუმცა ციხეში, სადაც იუსტიციის სახლიც კი მოქმედებს, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის სათანადო სისტემებია, საკნები კი ორკაციანია და კომფორტული, სადაც სრულად აღჭურვილი სამედიცინო დიაგნოსტიკური და სამკურნალო პუნქტებია, ექსცესების რისკიც ნაკლებია. მით უმეტეს, რომ პატიმრებს სახელობო ჯგუფებშიც შეუძლიათ ჩართვა და ახალი პროფესიების დაუფლება. შესაბამისად, დაპირისპირებისთვის დრო ნაკლებად რჩებათ. ისინი აწარმოებენ ხელნაკეთ ნივთებს, ასევე ჩვენ როგორც დახურულში, ასევე ნახევრადღია ტიპის დაწესებულებებში გაშენებული გვაქვს ბაღები, მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ჟოლოს ბაღი და ყოველ, ასე ვთქვათ, დღიურად პატიმრები მუშაობენ, ასე ვთქვათ, თავთავიანთი მიმართულებით და რაც მთავარია ამ პროექტში არის ის, რომ ისინი ამ თავიანთი, ასე ვთქვათ, შრომის შედეგად იღებენ ამ ყოველივეში ანაზღაურებას. ლაითურში უკვე მოქმედებს და მთლიან პენიტენციურ სისტემაში ინერგება იუსტიციის სახლები, რაც პატიმრებს თავიანთი ქონების მართვის საშუალებას აძლევს. შეუძლიათ განკარგონ უძრავი ქონება თუ ბიზნესის წილი და მათი არყოფნის პერიოდშიც მიიღონ მაქსიმალური სარგებელი. პენიტენციურ დაწესებულებებშიც გავხსენით იუსტიციის სახლები, სადაც მჟავრდებულებს, ბრალდებულებს შეუძლიათ იგივე სერვისები მიიღონ, რაც მოქალაქეებს, თქო, ცენტრალურ იუსტიციის სახლებში. როცა ვლაპარაკობთ ინოვაციურ პროექტებზე, განსაკუთრებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ იუსტიციის სახლებზე პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის პროექტი, რომელსაც მსოფლიოში არ გააჩნია ანალოგი. მათ შორის შეუძლიათ პენიტენციურ სისტემაში მოქმედ 200-მდე პროექტში დასაქმებით მიღებული თანხა ოჯახს გადაურიცხონ. დააგროვონ საბანკო ანგარიშზე ან დამატებითი კომფორტისთვის ადგილზე შეიძინონ ნივთების საკუთარი სივრცის მოსაწყობად. ისინი ამ თანხებს, რა თქმა უნდა, იყენებენ თავთავიანთი საჭიროებებისთვის, მაგალითად ეს არის ციხის, ასე ვთქვათ, დაწესებულებებში არსებული მაღაზიები, ასევე, რა თქმა უნდა, რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია, ისინი უკვე დაწესებულებებიდან ეხმარებიან თავიანთ ოჯახებს. შეძენილ ნივთებს ქართული ტრადიციით პატიმრები მათ შემცვლელებს საკნებში უტოვებენ. შესაბამისად, სოციალურ ქსელებში გაოცება გამოიწვია, როდესაც ნაცაქტივისტები სასჯელის მოხდის შემდეგ ციხიდან ტელევიზორითა და მაცივრით გამოვიდნენ. მეფარიშვილმა და აუკრიბელაშვილმა პრობლემაც აქციების დროს ძალადობრივი დანაშაული აღიარეს და საპროცესო გარიგებას მოაწერეს ხელი, საპატიმრო დაწესებულებად დატოვეს. ციხიდან გამოსვლისას მათ მიერვე ციხეში ნაყიდი ნივთები, მაცივარი და ტელევიზორი წამოიღეს.
და მადლობაც არ უთქვამთ, რომ ფულის გამომუშავებისა და შინ ხელდამშვენებული დაბრუნების საშუალება მისცეს. რატო და რისთვის ხდება მაგნაირი ლაპარაკები აზე არა ვარ თმა. დაჭკებში დამხვდა რა ტელევიზორი ხუაზე ხარ. და დაჭკებიდან წამევიდა. არანაირად ადეკვატური არ ყოფილას მაო მაგის საჯელი და ვაფშე ასე ვკითხო და მაგის საჯელი თუ უნდა უხსნა ვინმეს და თუ მაქვს ვინმეს ასალაპარაკო. ბავშვობის ბაღები სადაც დასაქმებული არიან და ყველაზე მთავარი აქ არის ის, რომ ამ პროდუქციის მათ მიერ დამზადებული ნივთების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხები გადაეცემათ მშავდებულებს. ანუ მათ შეუძლიათ ფაქტიურად პენტენსიურ დაწესებულებაში იმუშაონ და შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი გვაქვს უკვე, როდესაც პენტენსიურ სისტემიდან დაბრუნებული ადამიანები ქმნიან თავიანთ ბიზნესს, იმ ხელობით რაც ისწავლეს პენტენსიურ დაწესებულებაში და ყოფილ პატიმრებს ასაქმებენ თავიანთ ბიზნესში. არ მომერიდება ამის თქვა, რომ ეს არის პრიორიტეტი ჩვენთვის, მშავდებულების რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია. ჩვენ ამ ხრივ გვაქვს ძალიან მაგარი პროექტები ზოგადად პენიტენციურ დაწესებულებებში, როგორც დახურული ტიპის დაწესებულებებში, ასევე ნახევრადღია ტიპის დაწესებულებებში. ერთ-ერთი პოპულარული პროექტი მზარეულის პროფესიისათვისებაა, რაც შესაძლოა ბანალურად ჟღერდეს, თუმცა საუბარია მაღალი კლასის რესტორნის შეფ მზარეულის პროფესიაზე. ესწრებოდი უშუალოდ ერთ-ერთ დაწესებულებაში კონკურსს, რომელიც ჩატარდა მზარეულებს შორის. და ეს პროგრამა, ეს კურსი მათ ჩაუტარა საქართველოში, შეიძლება ითქვას ყველაზე წარმატებულმა კომპანიამ, სადაც თვეობით და წლობით განან ადამიანები რიგში, რომ იქ მიიღონ განათლება. და დიახ, ეს არის სამზარეულო ლაითურის პენიტენციურში, თანამედროვე აღჭურვილობითა და სურსათის უვნებლობის უმაღლესი სტანდარტით. შეგვიძლია შევადაროთ ნაცმოძრაობის ციხის სამზარეულოს, დანგრეული კედლებითა და იატაკით, დაჟანგული და დამპალი აღჭურვილობით, სადაც პატიმრებისთვის სალაფავი მზადდებოდა. ირგვლივ კი მღრღნელი და მცოცავი არსებები თავიანთ წილს ელოდნენ და ეს ყველაფერი ნაცმოძრაობასთან ერთად ისტორიას ჩაბარდა. მენიუში ჩვენ გვაქვს სპეციალურად ჩვენი ქრონიკულად დაავადებული, ანუ სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მქონე მჟავრდებულებისთვის სპეციალური მენიუ განრიგი არის გათვალისწინებული. ზოგადად, რა თქმა უნდა, ანუ კვება საჭიროებს მუდმივ კონტროლს და სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან შექმნილი არის, ასე ვთქვათ, სპეციალური კომისიები ადგილობრივად დაწესებულებებში, რომლებიც მუდმივ რეჟიმში აკონტროლებენ კვების ხარისხს. და ასევე მსურველებს ასწავლიან კულინარიას, თუმცა არის დიზაინის კურსიც, რომლის ფარგლებში პატიმრები ინტერიერის დეკორებს ამზადებენ და ყიდიან. ხელმისაწვდომია ექსტერიერის დამუშავების ხელობაც, პროფესიული ლესვა, კაფელ-მეთლახის დაგება, ელექტროგაყვანილობა, ჩამქთველისა და დენის გამანაწილებლის მონტაჟი. თავისუფალ დროს შეუძლიათ შემოქმედებით ან სპორტულ ჯგუფებში ჩართვაც, მათ შორის დრამატულ წრეში, რომელმაც წელს სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში წარადგინა. ძალიან დიდხანს ვემზადებოდით რამოდენიმე თვე. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ჩემთვის, როგორც ჩემი საყვარელი საქმის კეთების, ასევე მჟავრდებულებისთვის, რომლებიც საერთოდ პირველად გამოვიდნენ სცენაზე. აი ეს მღელვარება, ეს ემოცია, ეს სიხარული. მსახიობთა უდიდესი ნაწილი იყო მე-16 პენიტენციური დაწესებულების მჟავრდებულები. ეს განხორციელდა იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც ამ საგრანტო პროექტში მონაწილეობდა. ეს არის მათთვის ძალიან დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა პენიტენციური სამსახურის მხრიდან, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, რომ ამ ადამიანებმა მოახდინონ რესოციალიზაცია. ვისაც თეატრზე მეტად მოდის ტენდენციები აინტერესებს, პენიტენციურ სისტემას მათთვის მოდის დიზაინის პროგრამა აქვს, რომლის ფარგლებში შეკერილი მოდელები მსჯავრდებულმა ქალებმა პოდიუმზე საჯაროდ წარმოადგინეს. არის სპორტული თამაშის წრეები, მათ შორის პოპულარული სამაგიდო ჩოგბურთია, ეწყობა ტურნირები და დაჯილდოება. ვისაც სპორტს გარდა საუნივერსიტეტო დიპლომის მოპოვებაც აინტერესებს, ლაითურშიც და რუსთავის პენიტენციურშიც ციფრული უნივერსიტეტები მოქმედებს. მჟავრდებულები უზრუნველყოფილი არიან უმაღლეს განათლებაზე სრული ხელმისაწვდომობით, რასაც უზრუნველყოფს ციფრული უნივერსიტეტი. ჩვენ ავამოქმედეთ ციფრული უნივერსიტეტი, რაც მჟავრდებულებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ უმაღლესი განათლება პენიტენციურ დაწესებულებიდან და ქონდეთ ინტერაქტიული რეჟიმი პროფესორებთან. 100-ზე მეტი მჟავრდებული ყავს ჩართული ამ პროექტში,
როგორც ისინი გადიან როგორც საბაკალავრო კურსებს, ასევე სამაგისტრო კურსებს, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, წამყვან ჩვენი ქვეყნის უნივერსიტეტებში, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც კიდევ ერთხელ ძალზედ მნიშვნელოვანი არის, ასე ვთქვათ, მათი, ასე ვთქვათ, რესოციალიზაცია, რეაბილიტაციისთვის. ჩამოდივარ აქ სამეცნიერო სივრცეში, ვერთვები უშუალოდ ლექტორს. უშუალო საუბარი მაგდა, იქ ძალიან მიმართება სწავლის პროცესს. მითხრა თქვა, რომ ყოველი ჩემი დღე მართლა გაფერადებულია იმის გამო, რომ მე მაქვს ჩემი რუტინა და დილით ჩამოდივარ, მეცადინა, ყველა ძალიან გულშემატკივრობს, თუნდა რომ მალე დავბრუნდე და გავაგრძელო უკვე გარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მოწყევეტილი არიან გარემოში და შანსი მიეცათ იუსტიციის სამინისტროსა და განათლების სამინისტროს მხრიდან. მინდა რომ მაღალ ქულებზე დავამთავრო და იმედი მაქვს რომ მაგისტრატურაში მექნება შესაძლებლობა რომ საქართველოში ან საზღვარგარეთ ვისწავლო და ხარისხიც მივიღო. მე მგონი მთავარი საერთოდ უნივერსიტეტშიც, ანუ აი ეს არის ლექციის პროცესი არის. უკვე 2 წელია რაც სასჯელს ვიხდი ნომერ 16 დაწესებულებაში და აი აქ ყოფნის განმავლობაში მომეცა საშუალება აი ეს დრო არ დამეკარგა ფუჭად და გამხდარიყავი სტუდენტი და რაღაც ახალი შემეძინა, ახალი განათლება, ახალი პროფესია მიმეღო. და ესეც არ არის ყველაფერი. თანამედროვე ქართულ პენიტენციაში პატიმარი უზრუნველყოფილია სამედიცინო კვლევებითა და მკურნალობით, ასევე კომფორტული სივრცეებით ხანგრძლივი პაემანისთვის, რომელიც ადრე ფასიანი იყო. ახლა უფასოა და არის ვიდეო პაემნის საშუალებაც. სიახლეა რომ ეს პაემანი ყველა არის უფასო. მშავდებულებს, მათ შორის ბრალდებულებსაც შეუძლიათ ისარგებლონ გრძელვადიანი პაემანით თავისი ოჯახის წევრებთან. ბრიუსელის ბიუროკრატია ამას ვერ ხედავს. წარსულში იხედება და მარიონეტი ნაცმოძრაობა ენატრება, წამების საკნებითა და სადისტი ზედამხედველებით. თუმცა სხვა საერთაშორისო სტრუქტურები ქართულ პროგრესს ხედავენ და სათანადო შეფასებასაც აძლევენ. ძალიან ბევრი დადებითი, ასე ვთქვათ, შეფასება გვაქვს იგივე წამების პრევენციის კომიტეტის სიპიტისგან. ეს თუნდაც ეხება ვიდეო პაემნების განვითარებას პენიტენციურ სისტემაში ან პენიტენციურ დაწესებულებებში. იგივე შეიძლება აღვნიშნო იგივე ჩვენი სამედიცინო სერვისების მიწოდების ნაწილში. ჩვენ გვაქვს როგორც გაეროს, ისე ევროსაბჭოს შემფასებლების არაერთი დასკვნა, რომლებიც პერიოდულად სტუმრობენ ხოლმე ჩვენს პენიტენციურ სისტემას, სადაც პირდაპირ არის აღნიშნული, რომ ეს სისტემური პრობლემა საქართველოში არის დასრულებული. ამდენად ვფიქრობთ, ეს არის ყველაზე მეტად საამაყო და მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. ცხადია, ეს მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა არ არის. არამედ უპირველესად პროფესიონალი კადრები, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო მუშაობისა და განვითარების ღირსეულ პირობებს უქმნის და სათანადოდ არჩევს. ჩვენ თანამშრომლებს თავაზობთ ყოველწლიურ გაუმჯობესებულ შრომით პირობებს, მზარდ ხელფას, ტრანსპორტირებით, ყვებით, ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფას, სოციალურ მხარდაჭერას. უწყვეტ პროფესიულ გადამზადებას, რადგან შესაბამისი მომზადების თანამშრომელი სისტემის წარმატების მთავარი შემოქმედია. განახლებულ სამუშაო გარემოსა და სპორტულ ინფრასტრუქტურას. ყველაზე ობიექტური საზომი მაინც არის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკა და ბოლო 10-15 წელში შეიძლება ითქვას, რომ 90-95%-ით შემცირდა ევროპულ სასამართლოს წინაშე არსებული საჩივრები საქართველოსთან მიმართებით. 2012 წლის შემდგომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არც ერთი განაცხადი არ მიუჩნევია დასაშვებად, რომელიც დაკავშირებული იყო პენიტენციურ სისტემაში ჩადენილ დანაშაულებთან, ან თქვათ გადაცნობებთან. ეს მეტყველებს იმას, რომ მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა და თვისებრივად შეიცვალა სისტემა. ამაზე მიანიშნებს ისიც, რომ არათუ ევროპის სასამართლოში ადგილობრივ დონეზეც ღირსების შელახვაზე საჩივრები აღარ არის, რაც 2012 წლამდე უმთავრესი პრობლემა იყო ქვეყანაში. აი ამდენი წლების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ციხეებთან კონტაქტი ჩვენ ორგანიზაციას არ გაუწყვეტია, საერთოდ არ გქონია არც ერთი შემთხვევა ადამიანის წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის. და ერთადერთი, ვინც ამას ვერ ხედავს, ბრიუსელი და მისი მეხუთე კოლონაა.
კითხვა იყო ინტერპელაციის ციხებში არსებულ მდგომარეობაზე, ინტერესი იყო მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, მთელი საქართველო მიაჯაჭვესო ციხის კართან ამ ხელისუფლებამო. ესე იგი, 4 წელიწადში 4-ჯერ გაზარდეს პატიმრების რაოდენობა 6000-დან 24150-მდე და ეს ხელისუფლება გვეუბნება რომ მიაჯაჭვა თურმე ამ ხელისუფლებამ ციხის კართან მთელი საქართველო. თუმცა შავზე თეთრის ძახილი ნაცმოძრაობისა და მისი პატრონების სამარკო ნიშანია და გასაკვირიც არ არის. ფაქტებს რომ თავისი სახელი დაარქვან, მაშინ პარტიული თვითლიკვიდაცია ლოგიკური დასასრული იქნებოდა. აგვისტოს ომის გამო რუსეთთან საერთაშორისო დავა ამის კიდევ ერთი დასტურია. პატრონების კარნახით ქვეყანა ომის ქარცეცხლში შეაგდეს. შემდეგ კი არაფერი გააკეთეს, რომ საერთაშორისო დონეზე რუსეთი აგრესიაში ემართულად. ჩვენ დაგვხვდა ის მოცემულობა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს ხელი ჰქონდათ მოწერილი ევროსაბჭოს ცნობილ რეზოლუციაზე, რომლის მიხედვითაც ომის დაწყება საქართველოს დაბრალდა და ასევე ქართველ სამხედროებს დაბრალდათ, მათ შორის სამწუხაროდ ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილი საჩივრები, რომლებიც ომის დაწყებას და ცხინვალის დაბომბვას აბრალებდნენ ქართველ სამხედროებს. და ჩვენ მოგვიწია ამ ვითარების, ასე ვთქვათ, მთლიანად შემოbrunება. წლობით შრომა დაჭირდა იუსტიციის სამინისტროს, რომ გამქრალი მტკიცებულებები, მათ შორის რუსული ისკანდერის ჭურვის ნარჩენები, თვითმხილველთა ჩვენებები და ოფიციალური საბუთები მოეპოვებინა და წაგებული საქმე ეტაპობრივად მოგებისკენ შემოებრუნებინა. საქართველოს რუსეთს 2008 წლის ომის საქმეზე დავა მოუგო. ეთნიკური წმენდა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, უკანონო დაკავებები, მკვლელობების გამოუძიებლობა, ქართული სოფლების გადაწვა, ძარცვა, ქონების განადგურება. სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევა დაადგინა. ქართული ოცნების იუსტიციის ძალისხმევა რომ არა, ყველა ამ ბრალდებას რუსეთის საქართველოს ედავებოდა და ნაცმოძრაობის წყალობით მოიგებდა კიდეც. ერთადერთი უსუსური არგუმენტი, რაც აქვს რუსებს ამასთან დაკავშირებით, არის ნაცმოძრაობის გამოისობით იქ რო შემოუხაზეს სამხრეთოს ედირო დაარქვეს და შემოუხაზეს. ეს უსუსური არგუმენტის გაუბათილეთ, იმიტომ რომ ეს ერთი მოქმედება მათი მავნებლობა და ხალატი არ ნიშნავს იმას, რომ იქ შეიძლება მართლა სამხრეთოს ედიზე იყოს ლაპარაკი, ის არის ცხინვალის რეგიონი, ის არის საქართველოს ტერიტორია. იქ სადაც ჩვენი სიმართლე იურიდიულად უნდა დადასტურდეს, იქ ყველგან მოგებულები ვართ, მაგრამ იქ სადაც ხდება პოლიტიკური შეფასებები, ანუ ის რომ მტკიცებულებები არ არის მოთხოვნილი და ნებისმიერი ზღაპრის, ბოროტის ზღაპრის მოფიქრების, მოგონების და დაბრალების საშუალება, იქ ბუნებრივია ჩვენ ვაგებთ PR-ში ბრიუსელთან და მთლიანად ევროპასთან. მაგრამ იქ სადაც საჭირო, ანუ ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც საჭირო არის იურიდიული მტკიცებულებები, იქ საქართველოს ყველგან მოგებული გამოდის. ნაცმოძრაობის რეაქცია სრული დუმილი. ერთადერთი აღმოჩნდა პოლიტიკურ სპექტრშიც კი, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს არ მიესალმა. ერთადერთი რაზეც სამწუხარო არის ოპოზიცია, რომელიც საერთოდ არ გამოეხმაურა ამ საკითხს, არ აღნიშნა და როგორც ჩანს მათ არ აინტერესებთ ის, რომ საქართველო ამარცხებს რუსეთს, როგორც სტრასბურგის, ასევე ჰააგის სასამართლოებში. 2 თვის წინ კი რუსეთთან საერთაშორისო დავას წერტილი იუსტიციის სამინისტროს ახალმა ადმინისტრაციამ დაუსვა და საკმაოდ მსხვილი წერტილიც. საქმეზე საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული განგზობადი ოკუპაცია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც რუსეთმა საქართველოს 253 მილიონ ევროზე მეტი უნდა გადაუხადოს. 14 ოქტომბრის გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც მას 250 მილიონი დოლარს დაეკისრა. მართალია რუსეთი აღარ არის ევროსაბჭოს წევრი, თუმცა ეს მაინც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, სადაც დაფიქსირებულია რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა და ეს განგრძობადი ოკუპაცია 90-იან წლებიდან დაწყებული, შემდეგ უშუალოდ 2008 წლის ომის დროს და განგრძობითად დღემდე ყველა ამ დარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. პირიქით ჩვენ შევძელით, რომ ასევე სრულად მოგვეგოს 3300 საჩივარი, რომელიც რუსეთის ორკესტრირებით საქართველოს წინააღმდეგ იყო შეტანილი ამ 2008 წლის ომთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთს და ნაცმოძრაობას საქართველომ ორივეს ერთად 2-0 მოუგო. ომის დამქაშ ბრიუსელთან ერთად კი ანგარიში 3-0 გამოდის და ამიერიდან ასეც დარჩება. 3-0 ქართველი ხალხის სასარგებლოდ. რასაც ისახურებს ჩვენი გენეტიკა. ამით ჩვენ პატივი მიმაგით უკვე ჩვენ წინაპარს.
ჩვენ ვართ უნიჭიერესი